ვარაუდებს, რომ რაღაცებს ცulis რა. ბით, მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი, დღეს ხუთშაბათია, 27 თებერვალი. ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, თბილისის დროით 14 საათი და 9 წუთია. ჩვენი სეზონი ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მის საქმიანობას. დღევანდელი გადაცემის თემა კი იქნება ამერიკული პოლიტიკა, ფაქტიურად რევოლუცია ამერიკის პოლიტიკაში შეიძლება ითქვას დღევანდელი გადმოსახედიდან. ამ თემაზე ვილაპარაკებთ ჩვენ სტუმართან, მამუკა მახათაძესთან, ჯიპას ასოცირებულ პროფესორთან, რომელიც წლების წინ ჩემი ლექტორიც იყო. დღეს დაბადების დღე აქვს, ამაზე ვილაპარაკობთ და გულოცავ კიდევ ერთხელ. და მნიშვნელოვანია რაღაცნაირად შევაფასოთ დაახლოებით 40 დღე გავიდა რაც ტრამპის ინაუგურაციიდან 100 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ის აირჩიეს პრეზიდენტად და ეს პერიოდიც გარდამავალი ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ხო არჩევიდან ინაუგურაციამდე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამ დროს დგება მთელი ის დღის წესრიგი, იგეგმება რა უნდა მოხდეს, ვინ უნდა აირჩიონ და ასე შემდეგ. გუშინ იყო თუ პრაქტიკულად დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც პრაქტიკულად დამთავრდა მის მიერ წაყენებული ძალიან წინააღმდეგობრივი კანდიდატების დამტკიცება და იყო პირველი მთავრობის სხდომა, ძალიან უჩვეულო ფორმატით, გახსნილი მედიის წინაშე, თავისი რაღაცა ლოცვის რიტუალით, თავისი განცხადებებით და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვადევნებთ ყურადღებას და შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ხდება ამერიკაში შიგნით, ეს იქცა მსოფლიო პოლიტიკის და რაღაცნაირად მსოფლიო დღის წესრიგის ერთგვარ კამერტონად. აი შეცვლილი არქიტექტურა, რაც გვაქვს ურთიერთობებში, მოულოდნელობებით სავსე, ამ ყველაფერს განაპირობებს დონალდ ტრამპის ფიგურა და ის რასაც აკაკეთებს. ამიტომ რამდენიმე ეს ძალიან რა თქმა უნდა ყველაფერი ძალიან ვრცელი თემაა, ამიტომ რამდენიმე ძირითად საკითხს მივაქცევთ ყურადღებას. ბატონი მამუკა, მას შემდეგ მე ვადევნებ თვალყოს ესე ხშირად არ გამოირჩევა საჯაროობით, მაგრამ ეს სწორად იგრძნო, რომ იმდენად დიდი იყო ეს ცვლილება, მით უმეტეს აი ეს მეორე ვადა დონალდ ტრამპის, რომ რაღაცნაირად ეს რევოლუციური ცვლილებები იქნებოდა და თავის რაღაც პირად გვერდზე ძალიან საინტერესო მიმოხილვებს შეიძლება ესე ითქვას წერდეს, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა და რაღაცა ბევრ რაღაცაში თანხმდებოდა. ამიტომ ჩვენ რამდენიმე ძირითად საკითხს შევეხებით აქ. პირველ რიგში დავიწყოთ იმითი, რომ მე მაგალითად ვფიქრობ, რომ აი ამ პაუზამ, როდესაც ის მეორე ვადით კენჭისყრას 2020 წელს დამარცხდა, გაამძაფრა და პრაქტიკულად მართლა რევოლუციური გახადა 2024 წელს მისი დაბრუნება. და საერთოდ დონალდ ტრამპი ცნობილია მისი დაბრუნებებით და ის რაღაც სერიოზულ ძალას იწევს. ეხლა მას უკვე ასაკიცა აქვს, მას უკვე რაღაცა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ხედავთ, რომ მისი ერთგვარი მარკეტინგული პლატფორმა ეს Make America Great Again, ეს MAGA პლატფორმა, რომელიც შეიძლება მარკეტინგულ დონეზე იყო 2016 წელს, ეხლა ჩვენ ნახეთ პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური მოძღვრება არის, რაღაცა ეკლექტური, სხვადასხვა ფრაგმენტებისგან შეკოწებული, მაგრამ ამის გარშემო არის ძალიან სერიოზული ძალები გაერთიანებული, რომელსაც უკვე ვეღარ იტყვი, ვინ უფრო მეტია, ამ ძალების გავლენა მეტია თუ საკუთრივ ტრამპის. როგორ აფასებთ, რომ მოვყვეთ ამ იმას, აი ეს დაბრუნება, ეს შეგრძნებები რა გაქვთ, რა ეპოქაში გადავედით და რისი აღნიშნული შეიძლება იყოს ტრამპის ეს მეორე პრეზიდენტი? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვნიშნო, რომ ზოგადად პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ და არ მიყვარს პოლიტიკაზე ხშირად საუბარი, მაგრამ დონალდ ტრამპის ახალ საპრეზიდენტო ვადაში და მისი მოსვლის პირველი დღეებიდანვე დავინახე მისი უფრო კორპორატიული მართვის ლოგიკა, ბიზნეს ლოგიკა, რომელთაც ის ხელმძღვანელობს და ამიტომ როგორც მენეჯმენტის სპეციალისტი ამ თვალსაზრისით უფრო დავინტერესდი. კი, ანუ მას დაბრუნებები უყვარს, ოღონდ აბსოლუტურად განსხვავებულია, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსხვავებულია, იმიტომ რომ თავისუფალია, იმიტომ რომ იცის რომ კონსტიტუციით მეორეჯერ ვერ აირჩევენ, ანუ ეს მისი ბოლო შანსია. ანუ დატვირთული აღარ არის რაღაცა შემდგომი არჩევნების ვალდებულებით, რომელიც პირველ ჰქონდა. პლუს გარკვეულწილად ჩემი აზრით მან თავიდან მოიშორა ის შეხედულებები, რომ შეეძლო
არსებულ გუნდთან და არსებულ ჩინოვნიკების აპარატთან მუშაობა, იმიტომ რომ ეს მისი უარყოფითი გამოცდილება, რომელიც მას ჰქონდა და მას ხელს უშლიდა ძალიან დიდი ჩინოვნიკური აპარატი, ძალიან ბევრი რეფორმების გატარებაში, რომელიც მას სურდა, დაინახა კარგად, მოემზადა ამ ახალი, ასე ვთქვათ, ვადისათვის და ამიტომ დიდი ცელით შეუდგა, ასე ვთქვათ, ჩეხვას ამ აპარატისას. იმიტომ როდესაც ის საუბრობს Deep State-ზე, როგორც ასეთზე, ხო, ეგრეთ წოდებულ Deep State-ზე, ხო, ჩვენ არავინ არ ვიცით როგორ გამოიყურება. თუმცა თურქეთიდან დაწყებული სადაც პირველად ეს ტერმინი გაჩნდა, Fethullah Gülen'i არ იყო მხოლოდ Deep State-ი, ხო, ანუ მხოლოდ გენერლები არ იყვნენ არმიის. ანუ ეს იყო მთელი აპარატი, ჩინოვნიკები, რომლებიც აი ამ Deep State-ის, ანუ იმ ჩრდილოვანი მმართველობის წესებს ატარებდნენ. შესაბამისად, ტრამპმა დაინახა, რომ ის ადამიანები, ვინც უკან დგანან, ისინი კი არ არიან მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისინი, ვისაც შეუძლია, ასე ვთქვათ, ბორბლებში ჯოხები ჩააყოლონ და შეუშალონ ხელი მისი მატარებლის მოძრაობას. მას აქვს ორი დამოკიდებულება, რომელიც განსხვავებული ამისთვის. პირველი ერთი რომ მისი განათლება, ასე ვთქვათ, უფრო პრაქტიკულია, ვიდრე თეორიული. ჩვენებურად რო ვთქვათ, ცოტა ქუჩაც იცის და მისი პრაქტიკული გამოცდილება არა, დედიკოს ბიჭი არ არის. ამიტომ მან დაინახა, რომ უნიპოლარულ სამყაროში ამერიკას დიდი საფრთხეები ელოდება. ანუ უნიპოლარული სამყარო ერთი მხრივ, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იყო თითქოს შესაძლებლობა ამერიკისთვის გაბატონებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თლათ ასე არის. და მიხვდა, რომ როგორც კორპორატიული მმართველი, მიხვდა, რომ მაქსიმალურად შეეძლო გამოეყენებინა კორპორატიული ლოგიკა და თუნდაც რაღაცები დაეთმო. ანუ თუ მონოპოლია არ გამოდის, ოლიგოპოლია მაინც და კარტელი მაინც შეკრას, რასაც პრინციპში გარკვეულწილად ის აკეთებს. ანუ ის უკვე აი ამ 4 წლის განმავლობაში იმ წარსული გამოცდილებით, როგორც ხშირად ხდება მენეჯერის თვალსაზრისით, ანუ დირექტორის, აღმასრულებელი CEO-ს თვალსაზრისით, კარგად მოემზადა და რაღაცა გეგმები დაალაგა. ყველაზე მთავარი, აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი ყავს, ეგრეთ წოდებული ტექნოფეოდალების ახალი კლანის, რომელიც უზარმაზარ ფინანსურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას ფლობს. მაგრამ მის გუნდში ასევე არიან აი რაღაცა ერთგვარი რაღაცა რადიკალები, ხო ეს არიან რაღაცა ტექნიკური მაგნატები, ყველაზე ღია წინ ხაზზე დგას ელონ მასკი, დაანჩენები მოიაზრება თქვა მის უკან და მაგრამ ასევე არიან აი ხა მაგალითად კენედი. FBI-ის კენედი, რომელიც რაღაცა ანტივაქსერული განცხადებები მოყვება შლეიფი, მაგრამ მაინც მოყვება კენედების ოჯახის შლეიფი, რომელიც დემოკრატი პლუს იყო და თქვა ჯანდაცვის მინისტრია და რეალურად ანტივაქსერია, ხო, მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე გუშინაც შეხვედრაზე, როდესაც წითელაზე იყო საუბარი, იქ ლაპარაკი იყო, რომ აი რა ღონისძიებებს ატარებენ წითელის თავიდან ასარიდებლად, იმას თქვა იზოლაციას უკეთებს, მაგრამ ვაქცინებზე ხმა არ მოუღია. რომელიც პრინციპში არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ წითელა თავიდან ავიცი. ხო, ახლა FBI-ის მოადგილე დანიშნა ძალიან რაღაც საოცარი შეხედულებების, მანამდე ტულსი გაბარც ვერ ათქმევინეს, რომ სნოუდენი მოღალატეა მაგალითად და ნუ ეს არის ძალიან რადიკალური და უკვე ჩანს, რომ კარგად შეკრული ჯგუფი, რომელსაც აქვს უკვე ძალიან გაწერილი დღის წესრიგი. აი თავიდან ზუსტად ეგრე ჩანდა, რომ თითქოს ეს გუნდი რაღაც შემთხვევითი პრინციპით არის შერჩეული. რაშიც უკვე ეჭვმეპარება, იმიტომ რომ თავიდან ეგეთი შტაბეჭდილება შეიძლება დაგრჩენოდა, მაგრამ ანუ როგორც ჩანს ამ 4 წლის განმავლობაში ემზადებოდა. მასკი ყოველ გამოსვლაზე ხას უსვამს, რომ მას გააშია მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ ის არის აშკარად ფავორიტი, სხდომაც კი გუშინ დაიწყო იმითი, რომ აი პირველი სიტყვა ელონ მასკს გადაეცა, რა თქმა უნდა ტრამპის შემდეგ და კითხვებიც. ის ახლა რა ტექნიკური დახმარება და ერთობლივ ინტერვიუში მათ რომელთაც ჰქონდათ Fox-ის სახსე, მათ თქვეს, რომ იცი რა არის, აი არსებობს დემოკრატიაო. ჩვენ გავიმარჯვეთ დემოკრატიის
გამოყენებით ესე ვთქვათ, ხო, ხალხმა მოგცა ხმა. დაარსავს ბიუროკრატიაო და ჩვენ ცხოვრობდით ბიუროკრატიაშიო. და პრეზიდენტის გადაწყვეტილები, რომელიც არის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი, უბრალოდ არ სრულდება ბიუროკრატიის მიერ. და აი ეს სააგენტო რაც მან შექმნა, მისი ფუნქცია არის ის ჩვენი ფუნქცია, რომ უზრუნველყოთ ამის აღსრულება. და ეხლა აქ ჩვენ უკვე რა თქმა უნდა პოლიტიკურ მეცნიერებაში გადავდივართ და ეს რა არის, რას ნიშნავს, იმიტომ რომ მიიჩნეოდა ამერიკის უპირატესობა და მით უმეტეს იმ ვერსიებით მე როგორც აი საქართველოში ხოლმე გააჩნიათ, ასე რომ აი კანონის უზენაესობა, რომ ეს კანონი არის რაღაცა გაქვავებული მოცემულობა და რა მაგარია ძლიერი ინსტიტუციები, რომელიც არ გაძლევს არაფრის საშუალებას. დღეს ჩვენ მივიღეთ ვითარება ამერიკაში, სადაც პირიქით მოვიდა პოლიტიკოსთა ტალღა, რომელიც ეხისოს ყველაფერი სისურველი პირიქით. თუ გვინდა ჩვენ დემოკრატია, ამან უნდა იმუშაოს და რას ქვია ინსტიტუცია წინ უდგას და მათ შეუტიეს პრაქტიკულად ყველაფერს. მათ შეუტიეს სასამართლოებს, რომელიც გარკვეულწილად ამას აჩერებდნენ, მათ შეუტიეს ინსტიტუციებს, მათ შეუტიეს საგარეო პოლიტიკის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორც არის განვითარების სააგენტო, ანუ USAID და რაღაცნაირად იკვეთება, რომ მათ შეუტიეს თელ პოლიტიკურ კლასს. არა მარტო დემოკრატებს, არამედ რესპუბლიკელებსაც იმ ძველ პოლიტიკურ კლასს, რომელსაც ასე დუალისტურად გაყოფილი ქონდათ ძალაუფლება და როტაციის პრინციპით ბედნიერად მართავდნენ აი პოსტ-ცივი ომისეულ პერიოდს. და ჩვენ ახლა ერთგვარად ვხედავთ თითქოს და აი ამ პოლიტიკური ისტებლიშმენტის თლიანად ჩანაცვლებას საერთოდ სხვა ადამიანებთან. ამიტომაც ვამბობ, რომ თქვენ ამას უწოდეთ, რომ ეს არის ამერიკაში დაიწყო პერესტროიკა, მაგრამ მე მგონია, რომ ამ ყოველ შემთხვევაში ამას რაღაცა უკვე რევოლუციური ნიშნები აქვს. ეს მთლიანად ამოტრიალება აი ამ მოცემულობის. რამდენად ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა ესეა შექმნილი, როგორც რაღაც ერთგვარი კორპორატიული ურთიერთობა ბრიტანეთის წინააღმდეგ, მაგრამ ის ემსახურება კორპორატიულ ინტერესებს, ის ემსახურება კაპიტალს, კაპიტალიზმს თავისი ყველაზე უხეში გამოვლენებითაც და კერძო საკუთრებას. ჩვენ ახლა გვცემს სურნელი აი ამ ძველი იმპერიალისტური ნამდვილი ამერიკის დაბრუნების. შეიძლება რომ თანამედროვე სამყაროში ამერიკამ გაუძლოს ესეთ შემოbrunებას თუ მეტიც ის შეიძლება სწორედ ამ შემოbrunებით კონკურენტუნარიანი გახდეს, იმიტომ რომ მისი კონკურენტები ესეთი ავტოკრატიები არიან. პირველ რიგში ჩემი აზრით შეიძლება რომ გაუძლოს. ისევ კორპორატიული ლოგიკიდან გამომდინარე, თუ იპოვის რაღაცა საყრდენ წერტილებს იმ სამთან, რომელსაც ის თulis რეალურ ძალად, ჩინეთთან და პუტინთან, ან რუსეთთან, მაშინ, რა ვიცი, სამყარო ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას, რომ ეს არის თქვათ ის სამი ლევიათანი, ხო, ჰობსისტია, პრინციპში ჰობსის მიმდევარია, მაგ გაგებით ტრამპი, დავწერე კიდევაც, რომ ჩემი აზრით მისთვის ნებისმიერი ზენაციონალური გაერთიანება მიუღებელი. ანუ მისთვის ამერიკა მაგა, ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ამერიკა არის კაპიტოლიუმის ბორცვზე, ხო? ეს მისი მოგონილი არ არის, ხო? ანუ თუ დააკვირდები, როგორ იყო, ხო, ანუ ანგლოსაქსონურ და გერმანიკულ ზოგადად გერმანული ტომების შექმნილ ცივილიზაციებში რომი იყო ყოველთვის საწყისი და მერე იყო მეორე რომი ბიზანტია, მესამე რომი, მესამე რეიხი და ასე შემდეგ სულ პრეტენზია ჰქონდათ. ამერიკელებსაც ასევე ვთქვათ, კაპიტოლიუმის ბორცვი, იმიტომ ქვია, რომ თელი სიმბოლიკა რომაულია. შესაბამისად, ის გარკვეულწილად აი ამ გახსნილ რესპუბლიკის დანგრევას ცდილობს, რომელსაც პრინციპში ბაიდენი ახორციელებდა. ანუ ის ბაიდენი თავისი ასე ვთქვათ სენილური მდგომარეობით და მთელი ასე ვთქვათ ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ძალიან გაიზარდა, რომელსაც ასე ვთქვათ ცდილობს რომ დაანახოს ყველას. რეალურად შესაძლებელია ეს ასე არ არის, მაგრამ კარგი შოუმენია, აქვს საშუალება იმისი რომ ზეგავლენა იქონიოს მასებზე, მედიის საშუალებით. ყოველ შემთხვევაში მისი ამოცანა მე როგორც ხვდები არის ზუსტად აი ამ მაგასთვის და იმისთვის რომ დააბრუნოს ამერიკის როლი როგორც მიწაზე შექმნილი სამოთხის, სადაც აი არალეგალურ მიგრანტებთან მისი დამოკიდებულებაც და მისი სიძულვილიც აქედან არის გამოწვეული, აი გუშინ სხდომაზე ზუსტად ბიზნესურად მიუდგა და თქვა, რომ 10 მილიონი კაცი რომ მივიღოთ 50 ტრილიონი დოლარი გვექნება. და 10 მილიონი კაცზე მეტი მივიღეთ ვიღაცა, ასე ვთქვათ, მათხოვრები, რომლებსაც იქით უხდით ფულს და დოტაციაზე ყავს. თანაც ის ადამიანები ლაქშერი სასტუმროებში ვაბინავებთ და ხო, და თანაც რეალურად ის ადამიანები ჩვენ კულტურას არ ცნობენ და ზიზღით
პრობიან, ხო? და პირიქით ასე ვთქვათ, ეს მულტიკულტურალიზმის მაგივრად ჩვენი კულტურის მიუღებლობით იქით ასე ვთქვათ გაზავებას ახდენენ იმ კულტურისა, რომელიც ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ. ამიტომ პრინციპში მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ახლა ყველაზე ცუდი და უმადური საქმეა პროგნოზის გაკეთება. ანუ რა მოხდება არავინ არ იცის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ რას ცდილობს ის ადამიანი, ხო? ანუ მისი ჩარჩო ქმედებების დაახლოებით იხატება, ხო? ამიტომ ის ზუსტად ცდილობს, რომ აი ეს რაღაცა კარტელი ჩამოაყალიბოს. გამოუვა, არ გამოუვა, უამრავი წყალქვეშა დინებებია და შესაბამისად შეიძლება ეს ყველაფერი არ მუშაობდეს. ბევრ ადამიანს შეება შთაბეჭდილება, რომ ეს რაღაც სპონტანურია, იმიტომ რომ უცებ არსად წინა საარჩევნო პერიოდში არ ყოფილა ლაპარაკი არც USA-ზე და ამ ყველაფერი იმაზე, რაც ახლა ხდება, მაგრამ ის პირდაპირ იწყებს, რომ მე ყველგან მოვიგე დიდი უპირატესობით, მე მაქვს სრული მანდატი და შესაბამისად ახლა ამას ვაკეთებ, ეს არის მოთხოვნა, ანუ აი ამ რაღაცა მას ჩაუფენს ხოლმე ამ წანამძღვარს და შემდეგ აგრძელებს იმაზე ლაპარაკს და ჩვენ ნახეთ, რომ ვინ ელოდა, რომ ერთ დღეში აორთქლეთ. ანუ პირდაპირ ეთერში გვაჩვენეს, როგორც ჩამოხსნეს აბრა USAID-ის შენობაზე რაღაც ალბათ პენსილვანიის გამოაცხადეს და საიტი აღარ მუშაობდა. ანუ უბრალოდ ავტომატურად. ანუ პირდაპირ ეს აი Google-ს აქვს მხოლოდ ეგეთი მიდგომები შეუძლია რაღაც გამოაცხადოს და თავისი პროდუქტი პირდაპირ მოკლას უამრავი ეს რაღაც გაუკეთებია. და აი ეს კორპორატივიზმი შემოვიდა, მაგრამ შეიძლება ვიღაცას ეჩვენოს, რომ აი რაღაცა მართლა ვიღაც ოლიგარქებმა ჩაიგდეს იქ ძალაუფლება. თუმცა აი რომ გადავიდეთ ცოტა სხვა თემაზე, მგონია რომ აქ მაინც იკვეთება უფრო სიღრმისეული და ფუნდამენტური პოლიტიკური მიდგომა, იმიტომ რომ ეს ხალხი სანამ არჩევნებს მოიგებდა კაცო, ალბათ ყოველდღიურ სარჩოზე საზრუნავი არ აქვს, ისინი ფიქრობენ დიდ და რაღაც სტრატეგიულ თემებზე. ანუ მე მაქვს ესეთი შეხედულება რა, რომ ეს ცვლილება გარკვეულწილად არის დიდი ხნის მანძილზე ნაფიქ და მომზადებული, ანუ მინიმუმ რო ავიღოთ ზუსტად 3 წელია გასული, რაც სამყარო შეიცვალა. ანუ ეს არ იყო რომ რაღაცა როგორც თავის დროზე რუსეთმა წაიღო ყირიმი, ან საქართველოში შემოიჭრა, ან რაღაცა ჩეჩნეთში ორი ომი ჰქონდა. 24 თებერვალი 2022 წლის ეს იყო აი სრულიად სანიშანსვეტო თარიღი, ალბათ ეს შევა როგორც 39 წლის 1 სექტემბერია რაღაც შემდგომ ისტორიაში, მსმენელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ რო ვიცით ახლა მოვლენას სახელით მეორე მსოფლიო ომი, ეს მეორე მსოფლიო ომი ეწოდა, მას შემდეგ რაც ეს ომი დამთავრდა. თორე იმ მიმდინარეობის დროს სხვადასხვა სახელები ქოა გააჩნია რომელ ქვეყანაში. ხო, იმ მომენტში იწერებოდა ისტორია, რომ საიდუმლო შეთანხმება ჰქონდა და ომს ინგლისთან არ იწყებდა თავის გაგებით. ხო და ამიტომ ეს ამ დროს შეიცვალა ეს სამყარო და რუსეთმა გეგმაზომიერად სხერპლით დღეს იძახიან რომ მან ხო თავის მიზანს ვერ მიაღწია და ამ დროს მან ყველა სტრატეგიულ მიზანს მიაღწია რაც ქონდა სტრატეგიული მიზანი რომ შეეცვალა არქიტექტურა გაებატონებინა აზრი რომ ჩვენ ცხოვრობთ მორჩა ცივი ომის შემდგომი პერიოდი ეს არის მულტიპოლარული სამყარო ერთმანეთს უნდა გაუწიოთ ანგარიში და მოკლედ მაღიარეთ ეს ყველაფერი მან მიიღო და ამას უყურებენ ამერიკაში და მათ ხედავენ თავი რა არის რომ მე დღესაც იწერება ევროპაში თქვათ ლიდერები ლაპარაკობენ იმაზე რომ აი ცი და რუსეთი უკვე თითქმის გაგუდულია ჩვენ ამ პოლიტიკას თუ გავაგრძელებთ აუცილებლად დავამარცხებთ მაგრამ ნუ ამერიკაში ყოველ შემთხვევაში იზალა ვინც მოვიდა თქვა რომ თქვენ ქონდათ 3 წელი 3 წლის შედეგად ჩვენ მივიღეთ რომ რუსეთი ჯერ ისე უტევს მას აქ რაღაცა წინ მიმავალი დინამიკა შეიძლება ძალიან ნელა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის უტევს ამის დამარცხების პირი არ ჩანს და ამასობაში გაერთიანდა აგერ ჩინეთთან გადაალაგა ეს თავისი გზები რა ეთყობა რომ კვდება და მოკლედ ეგ ამბავი გაკოტრდა და ჩვენ გადავდივართ ეხლა სხვა პოლიტიკაზე ხო ან კონფლიქტების დასრულების და მორიგების აი ამ 3 წლის განმავლობაში მათ ნახეს რომ ერთ-ერთი რასაც ხალხს არ უსვამენ რომ რუსეთს აღმოაჩნდა მიუხედავად იმისა რომ მისი ეკონომიკა GDP როგორც ითვლიან ხოლმე მაგრამ კალაშნიკოვის გაკეთება იაფიღეს და იმის რაღაც ჯაველინის ბევრად ზვირი და იმის ლოჯისტიკა კიდე სხვა არის ამიტომ ეს ეკონომიკების შედარება მაინც არ რელევანტურია ხო სამხედრო ეკონომიკა სხვანაირია ომის ეკონომიკა და აღმოჩნდა რომ რუსეთს აქვს რესურსი ეს არის სისხლი ცოცხალი ძალა ხორცი რომელიც შეუძლია ძალით ნებით გაუშვას ფრონტზე და მოგდეს და დასავლეთს აღმოჩნდა რომ ეს არ გააჩნია. ანუ როგორ ფიქრობ, ეხა აი მე მაგალითად ამერიკაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ შეიძლებოდა თუ არა იქ სადაც მაინც ის ჯერ კიდე დარჩენილია, ხო ის რაღაცა ის ფუნდამენტური ამერიკა რა, ეს რედნეკობა და ისეთი სულისკვეთება რა, ცოტა მაჩო კულტურა რო. დაენახათ ის რომ ისინი უკვე აი კონკურენტუნარიანები ამ ნაწილში, ტექნოლოგია და ჩინეთი ასწრებს და ბრძოლისველია და ხოცვაჟლეტაა და რუსეთი ამაში კონკურენტუნარიანია. და ამ დროს ხედავენ რომ უნივერსიტეტები უშვებენ რაღაცა მემარცხენე იდეოლოგიის ადამიანებს, საერთოდ განსხვავებული აზრით, აი გერმანიის არჩევნებში გამოჩნდა რომ ახალგაზრდების ხმები რო დაითვალეს, აი ეს რადიკალური ძალები მემარცხენე მიმორჩენე რაც არის, იმათ ყველაზე მეტი ამორჩეველი ყავთ ახალგაზრდებში. და მივხვდი რომ დიქოტომია მოხდა. რასაც იძახიან რომ ჩვენ მომავალი ესე არა გვაქვს.
ჩვენ სადღაც გრძელვადაში და მით უმეტეს ის კორპორაციებით ჩვენ წავაგებთ. ანუ როგორ რჩება შტაბ-ეჭდილებაზე შეიძლება მხოლოდ ვილაპარაკოთ, რომ ჩანს თუ არა ის რომ ამერიკამ დაინახა რომ აი სადღაც სანამ ჰუნები მოვიდნენ რომის კართან და თქვენს რომ ტერი კართან არის ეს გარდაუვალია და ეს პოლიტიკა ეს ცვლილება რომ რაღაცნაირად ეს დასავლეთი დავშალოთ აი ამ სისტემით დავაწყოთ ახლებურად მათ ეს დაინახეს და ატარებენ ამ პოლიტიკას დაინახეს ალბათ ყველაზე კარგად ილონ მასკმა იცის ანუ Starlink-ით მუშაობს მთელი უკრაინის ასე ვთქვათ არმია, ხო? ანუ Starlink-ის ერთ ღილაკზე ხელის დაჯერით შეუძლია პრინციპში გააჩეროს უკრაინის სამხედრო ოპერაციები ილონ მასკს. გარკვეულწილად ანუ ძალიან დამოკიდებული არიან მასზე, მაგრამ ამავე დროს ეს ელონ მასკისთვის არის უზარმაზარი საინფორმაციო წყარო. ანუ თუ რუსეთი იხჩობა, თუ რეალურად რუსეთი ასეთ ესე ვთქვათ, სულ ზღაფავს და სიკვდილის პირას არის, ამაზე ყველაზე კარგად უნდა ცოდნოდა მასკს და ტრამპს, ხო? ინფორმაცია ამის შესახებ. რომ პირდაპირ იღებს მიწიდან ონლაინ ინფორმაციას. ხო, ონლაინ ინფორმაციას. ანუ სად არის განლაგებული ჭერები, რა ხდება, რაღაც ანუ Starlink-ით ყველაფრის ესე ვთქვათ ინფორმაციის მოპოვება შეუძლია. მაგრამ კონსპირაციულ თეორიებს ასე ვთქვათ, გადავყაროთ გვერდზე, არ განვიხილოთ, რომ ტრამპი კგბ-ს აგენტია და მას ამიტომ აკეთებს, ხო? მაგრამ ლოგიკურად და რაციონალურად თუ მიუდგებით, მასზე უკეთესად არავის არ შეიძლება ცოდნოდეთ რეალურად რა მდგომარეობაა ფრონტზე. შესაბამისად, ფრონტზე რომ კარგი მდგომარეობა არ არის, ამან განაპირობა ის რომ მას რუსები კი არ უყვარს და გინდა თუ არა ასე ვთქვათ წაქცეულს ჭიხს არ ჩააზელდა და არ მიახჩობდა თუ დახჩობილ სიკვდილის პირას იყო არამედ მან დაინახა რომ რეალურად სერიოზულია მდგომარეობა რუსეთი არა მარტო სულ ზღაფავს არამედ გარკვეულწილად ძალას იკრებს იმიტომ რომ სამხედრო მრეწველობა გარკვეულწილად წინ მიდის თუმცა მეორე მხრივ დღეს უკრაინა რო გაჩერდეს ომი და უკრაინა შეუბრუნდეს ევროპას რაღაცა მიზეზის გამო უკრაინის არმიასაც კი ვერ შეეწინააღმდეგება ევროპის ასე ვთქვათ გაერთიანებული ძალები ალბათ იმიტომ რომ უკრაინა საკმაოდ სერიოზული ძალაა თვითონ და თან რაც თავარია ომის წარმოების მეთოდები შეიცვალა და ამაშიც უკრაინაც და რუსეთიც ბევრად წინ არიან წასული რაღაცა მიმართულებებით ვიდრე თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ დაინახა ის რომ აქაც შეიძლება წააგოს. რაც შეეხება თქვათ ხელოვნურ ინტელექტში და სხვა დარგებში წაგებას და იმას რომ რეალურად ისინი უკვე კარგავდნენ მოწინავე პოზიციებს ამასოს თუ ნახე ავსტრალიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტის კვლევა იყო რომელშიც შარშან წლის ბოლოს რომელშიც ისინი განიხილავენ 64 ტექნოლოგიას მოწინავეს რომელიც კრიტიკულია ასე თვლიან და 2007 წელს მათ ისინი თვლიდნენ რომ 57-ში იყო წინ ლიდერი ამერიკა და მხოლოდ 3-ში იყო ჩინეთი თუ 2-ში. და დღეს 64-დან 60-ში ჩინეთი ლიდერობს. ანუ ეს ილონ მასკმა ყველაზე კარგად იცის. ანუ ეს შეიძლება არ იცოდნენ იმ რედნეკებმა, ანუ მაგრამ მასმედიაზე გავლენით რეალური, მაგრამ აი გუშინ რო თანამშრომლობდა, რომ მუშაობდა, იმ მანქანებს რო იქ აწყობდა, ეს ყველაფერი იცი, ხო? ანუ ხელოვნურ ინტელექტზე შენ თვითონ მუშაობ. შესაბამისად ეს ინფორმაცია გაქვს. ანუ პანიკას არ ტეხავ, მაგრამ რეალურად შენ ამის შესახებ იცი. და იცი რა ტექნოლოგიების განვითარებას როგორი იშვიათი მინერალები ჭირდება. ხო, რა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ყველაფერი. ხო, აი გუშინ კიდევ ერთ რაღაცას გაუსვა ხაზი ძალიან მნიშვნელოვანს. სულ ლაპარაკობთ ხოლმე და ძალიან ხშირად ეკონომისტები ლაპარაკობენ GDP-ს დაზე. აი ამერიკის GDP ოდნავ, მაგრამ მაინც იზრდება. სანამ ასე ვთქვათ დოლარი არის სარეზერვო ვალუტა და ამერიკული სახაზინო ვალდებულებები საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციებია, მანამდე გამოდის რომ ამერიკა ფულს პრაქტიკულად უფასოდ ცესხულობდა, ხო? იმიტომ ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ ეხლა უყურეთ ერთ რაღაცას გაუსვა, ხაზი რომ GDP, რომელიც იზრდება 1%-ით,
მაგრამ რეალობაში ამ ვალის მომსახურება ჯდება უფრო მეტი ვიდრე GDP-ს და გუშინ ახსენა ზუსტად რომ ის ტრილიონზე მეტი ვალის მომსახურებას ხმარდება. შესაბამისად გამოდის რომ ერთი პენტაგონის ბიუჯეტს ხარჯავენ იმაზე რომ აი ამ უცხოეთიდან მოზიდული ფული გაისტუმრონ უკან. შესაბამისად მიხვდენ რომ აი ეს არის ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ამერიკამ შეიძლება ლიდერობა მიუხედავად იმისა რომ უნიპოლარულ სამყაროში თითქოს ამერიკა იყო ერთადერთი ლიდერი, მისი ასე ვთქვათ კოლოსური მდგომარეობა იმ ფითხის ფეხებს გავდა, იმიტომ რომ მოეშალა საძირკველი. ეს დაინახეს, ამიტომ გადაწყვიტეს რომ შემოებრუნებინა. ცივი ომის პერიოდში იყო სამყარო, ხა ვისაც რაღაცა მოესწარით, გვახსოვს, ხო იყო სამყარო გაყოფილი პრაქტიკულად. ანუ გეოგრაფიულადაც გაყოფილი, რატო ეძახიან რკინის კედელი, კორდონი, ამის მიღმა და ორი სხვადასხვა სისტემა არის, ეკონომიკური ურთიერთობების, პოლიტიკური და რასთავარი იდეოლოგიური, ხო, საბჭოეთი, რაღაცა სოციალიზმი და იქით სრული ესეთი კაპიტალიზმი და დემოკრატია, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ეს ტერიტორიულადაც გაყოფილია რა, ყველაზე ისეთი წერტილი, თხელი შეხების წერტილი ეს არის, იმიტომ ძალიან შთამბეჭდავია ხოლმე, როცა ბერლინში ჩავდივარ, აი ეს კედელი რა, იმიტომ რომ ბერლინის კედელი მანამდე ამ მაგალითი იყო, სისტემებს ყოფს მთელი სივრცეები რა, ანუ ეს ნელ-ნელა გადადიხარ ბუფერული ზონები, ესე შეხება არ აქვს და იქ ერთი თხელი კედელი პრაქტიკულად ორსრულიად სხვა სამყაროს პრაქტიკულად ერთ დღეში ააშენეს, ხო? ხო, ერთ დღეში ააშენეს, მაგრამ ვისაც დასავლეთ ბერლინში ცხოვრება არის, სრულიად დასავლური და ამ აღმოსავლეთ ცხოვრებაში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მას შემდეგ რაც დამთავრდა ეს ცივი ომი და საბჭოთა კავშირი დაიქცა, ეს გლობალიზაციის პროცესი დაიწყო. და ანუ ეს განზომილებები ერთმანეთში აითქვიფა, ხო, ანუ სამხედრო დომინაცია, შენი გეოპოლიტიკური გავლენა და ეკონომიკური ურთიერთობები. რუსეთი გახდა და დაბრუნდა თუ შეიძლება ითქვას დასავლეთის ნაწილად ამ მხრივ, ხო? ბანკები, დოლარი, რაღაცა გადარიცხვა, ერთობლივი ბიზნესი, კომერცია, ყველაფერი ერთად არის. ანუ ამას ეხა დღეს უკვე ესეთი იდეოლოგია არსად აღარ იბადება. ჩინეთიც ამის ნაწილია, ის დასავლური შეკვეთებით ცხოვრობს, ბაზარზე იყიდის. რუსეთი პრაქტიკულად ასე ვთქვათ, თლიანად დასავლურ იდეოლოგიაზე გადავიდა, მაგრამ ხო, ჩინეთმა ის დაიტოვა, მაგრამ ბიზნესში, ეკონომიკაში, ხო, ჩინეთის შემთხვევაში ოდნავ განსხვავდა სახელმწიფო აკონტროლებს ვიღაცა ჯეკ მას და იმას, მაგრამ მიმართულებებსაც სახელმწიფო იზრდება, ანუ ლიბერალური არის, ხო. იდეოლოგიურად სახელმწიფო მართვა არ ძახ, სახელმწიფო ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ აკონტროლებს დასავლურ ბიზნესს, ანუ დასავლეთთან ურთიერთობაში მყოფ ბიზნესს. ჩვენთან იყო საბჭოთა კავშირში ცალკე ეკონომიკა და რაღაცას უბრალოდ გარეთ ვაჭრობთ, თორე ეხა ეს ინტეგრაცია არსებობს, ხო, იღებს ეფლისგან კონტრაქტს, ხო, ის ვიღაცა. გასაგებია, რომ იქ სახელმწიფო აკონტროლებს რა და როგორ ხდება, მაგრამ ბიზნესი გლობალისტურია. ანუ ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც შეიძლება ეხა რუსეთის ომმა ისე ვთქვა, თავიდან დააბრუნა დღის წესრიგში, ჩვენი გავლენის სფეროები უნდა მოვხაზოთ, ეს სადღაც რა უკრაინაზე ვინსა გავლენა, კავკასიაზე, არქტიკაზე და ეს შეხების წერტილები შეიძლება გავიყოთ, მაგრამ სამაგიეროდ ვითანამშრომლოთ პირიქით. ანუ ეხლა რუსეთსა და ამერიკას შორის თანამშრომლობაზეა ლაპარაკი. შეიძლება უკრაინის აღდგენის ფონდი ერთობლივად შეიქმნას საერთოდ. და ეს ქვეყანა იყოს, რა ვიცი, რაღაც უცნაური რაღაც ბიზნეს ლოგიკით ხელმძღვანელობს უფრო. აი ეს ცვლილება თუ ეთანხმებით, რომ შეიძლება რაღაც ეს უცნაურ სამყაროში აღმოჩნდეთ, რომ ერთის მხრივ ადამიანებს კი არა, სახელმწიფოებს, თუმცა უკვე ადამიანებამდე დავიდა ეს სახელმწიფოები, გაიყონ გეოგრაფიულად გავლენის სფეროები, მაგრამ სწორედ ამ გაყოფამ უზრუნველყოს თანამშრომლობა მათ შორის. ხო, აი როგორი შეიძლება იყოს სამყარო ისევ პროგნოზებს დაუბრუნე ძალიან ძნელია, ანუ რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, მოდი ასე ვთქვათ, ეს რევოლუცია თუ პერესტროიკა. რევოლუცია შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ თუ დააკვირდები უკვე რამდენიმე განკარგულებაზე ტრამპის პირდაპირ აუკრძალა და უკუქმედება მოსთხოვა სასამართლოებმა, მაგრამ ბოდიში და ფეხებზე დაიკიდა, ხო? ტრამპის ხელისუფლება. ანუ არ ემორჩილება სასამართლო ხელისუფლებას გარკვეულწილად, ანუ ეს უკვე რევოლუციის დონის არის. რაც შეეხება თვითონ ახალ სამყაროს, ანუ ისევ ბიზნეს ლოგიკით თუ მიუდგებით და მით უმეტეს, როდესაც ტერიტორიალური კლიანობის საკითხი უკვე ტრამპამდეც დაირღვა და ბევრი მაგალითები იყო დაწყებული კოსოვოდან და აფხაზეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა მე გამოიყენა, ასე ვთქვათ,
ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, ანუ ის უსაფრთხოების სტრუქტურა დაირქვა. მაგრამ თუ ბიზნეს ლოგიკით მივდგებით, ხო არანაირი პრობლემა არ არის ერთმა კომპანიამ მეორე ჩაყლაპოს, თუ ამას ანტიმონოპოლური კომიტეტი არ შეეწინააღმდეგება, ხო? ანუ როგორ უყურებს, რომ ვიღაცა შემიძლია ჩავყლაპო, ვიღაცა კი ბატონო, ვიღაცასთან კონკურენტი ვიყო. ასე თუ შეხედავს სამყაროს, მაშინ ის სამი ლევიათანი, სამი მონსტრი, რომელსაც ტრამპი შეიძლება ხედავდეს, ხო? და რომელთანაც მას არ უღირდეს, ასე ვთქვათ, ბრძოლა ამ ეტაპზე მაინც ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ მე მგონია რომ მისი ამოცანებისთვის ერთი ვადა არ არის საკმარისი შესაბამისად დაახლოებით 5 ვადა მაინც ჩემი აზრით 5 ვადა მაინც ჭირდება 20-24 წელი მაინც ჭირდება 5 ვადა ჭირდება იმისთვის 2050 წლამდე უნდა მიხვიდე ხო ანუ რაღაცა გარკვეულწილად მის გრძელვადიანი ამოცანები შესრულება ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი ის რეალისტია და ხედავს ხო დიდად მორალური ამოცანებით არა და მორალური ცენზორით არ არის დატვირთული შესაბამისად ის ხედავს გარკვეულ ურთიერთობებს და ეხლა ზუსტად ლაპარაკი აქვს იმაზე რომ გაიყოს გავლენის სფეროებად და იმუშაოს იმასთან ვისთანაც არ გაუვა ძალა დანარჩენებს ასე ვთქვათ ამ გავლენის სფეროებში შეისრულთავენ რაც არ არის სასიამოვნო არ არის ასე ვთქვათ ეთიკური და ძველი უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამომდინარე არც მისაღები, მაგრამ ეს არის ახალი სამყარო, რომელსაც ის ცდილობს. რამდენად გამოუვა ეს კიდევ სხვა საქმე. არის ხოლმე ფაქტორების თანხმედრა რა, ანუ ადამიანის პერსონალური ამბიციები და მე ის რაღაცა, მთელი ინსტიტუტების ნამუშევარი, ანალიტიკა, ესე ვთქვათ, რომელიც გეუბნება შენ რომ აი ხვალდაზე რა შეიძლება გემუქრებოდეს და გამოთვლები. ეს ამ რაღაც მომენტებში ეს ერთმანეთს ჯდება ხოლმე. მე მაგალითად ფიქრობ, რომ 2022 წელს ბუნებრივია ის პრეტენზიები რა ჩვენ გვესმის რომ ვიღაცები იძახიან რომ ყველაფერი ტყუილია ჯეფრი საქსი იძახის პირიქით და ეხლა სწორედ ამაზე მიდის ლაპარაკი რომ პრობლემა რა არის რომ რუსეთი აგრესორი და იმპერიალისტი და პრობლემა ისე რომ აი რა ნატო ფართოვდება არასწორად პირობა მიცეს პირობა დაარღვიეს ნატო ფართოვდება რუსეთთვის საფრთხე ხო ანუ ამ ნარატივების ჭიდილი მიდის დღეს მე უფრო მარტივად მგონია საქმე ჩემს გეტყვი რუსეთისთვის არც ნატოს გაფართოება რეალურად არაფერი არ იყო ეგზისტენციალური საფრთხე იყო თვითონ კონცეფციის ატომური ომის კონცეფციის შეცვლა თუ იმიტომ რომ თუ არის ლაპარაკი ატომური ბალისტიკური რაკეტებით ურთიერთდარტყმაზე ეს არის ურთიერთგანადგურება და ამიტომ რეალურად არის შემაკავებელი მაგრამ ევროპაში, გერმანიაში და პოლონეთში ახალი რაკეტების დაყენება, რომელიც პრინციპში ტრამპმა თავის დროზე დაიწყო და სადღაც 2026 წლისთვის ეგრეთ წოდებული დარქიგლები უნდა განლაგდეს, ნიშნავს, რომ ეს არის გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს. შესაბამისად, უკვე რუსეთს აღარ ექნება საშუალება, რომ შეუტიოს ვინმეს. თავისი სტრატეგიული შეიარაღებებით. ამის საწინააღმდეგოდ რუსეთმა განაცხადა, რომ დააყენებს ორეშნიკს. ანუ თავარი ის არის, რომ არ კონდეს ამერიკას საშუალება პოლონეთიდან და გერმანიიდან რამდენიმე წუთში, ასე ვთქვათ, კრემლამდე მიაღწიოს მისმა რაკეტებმა, რომელიც ძალიან სწრაფია, ხო? და უკრაინაც ამ თვალსაზრისით ბუფერულის მაგივრად გამოდიოდა, რომ პირდაპირ უკრაინაში შეიძლება დაეყენებინათ შემდგომ ეტაპზე. ანუ გერმანიაში კი არ დაეყენებინათ, არამედ შენ ვეღარ ასწრებ ამ ატომური ხო, ვეღარ ასწრებ ვერაფრის გამოყენებას. ანუ ეს არის გამანადგურებელი, ხო? ანუ ეს არ არის, ვთქვათ, ურთიერთგანადგურება, ეს არის, ხო? და ამავე დროს ეგზისტენციალური საფრთხე არის. პერსონალურად ორივე ლიდერი, რომელიც ასაკშია, ანუ ერთს ჭირდება, რომ რაღაცნაირად გავიგე შენ ეს რუსეთი 25 წელია მართავ ფეხზე დააყენე, მაგრამ როდემდე? ანუ მას ჭირდება გაამართლოს თავისი ეგზისტენცია. რო არსებობდეს და ამ დროს შენ გეუბნები რომ გარეგანი მტერი აგერ ხედავ დღის წესრიგში ნახე რადგანაც და ეს თანხმედრა შენი პერსონალური რაღაც ამბიციის და სურვილის და რეალური საკითხების გაერთიანება ხდება და შესაბამისად ის ხდება რომ აი როგორც ომი დაიწყო ხე დამთავრდა ხა აღარ არის ბალოტნი და ეგ დრო რომ მოდი ხა გამოცვალოთ ლიდერი და მეორე მხრივ ის რომელიც აღმოჩნდა ძალიან მოწყვლადი რომელსაც გავიხსენოთ ტრამპმა რომელსაც რა 4 წელი გაიარა სასამართლოები ჯარიმები ანუ მას პრაქტიკულად ყველაფრის და მთელ დინასტიას ყველაფრის დაკარგვა ემუქრებოდა და უბრალოდ აი აქედან ხამბები ნიშნავს რომ ან ყველაფერს კარგავს ან ყველაფერს იგებს და მან ბოლოს ყველაფერი მოიგო მარტო ის რა ღირს რო თქვათ ნუ პრინციპში ძალიან უსამართლოდ მოექცენ როდესაც
უზენაესო მერე კი გაამართლა თუ გახსოვს რომ 500 მილიონამდე ქეშად რომ მოთხოვეს თქვა ხო ქეშად მოთხოვეს გარანტი რომელიც სრული იდიოტობა იყო იმიტომ რომ შელახვა რაღაცა იმიჯის საქმეების ადამიანს თქვა მილიარდების ქონება აქვს და ქეშად თხოვ ფულს ხო და მან პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო თავისი მე ვეძახი ხოლმე კასრების საქმიანად იმიტომ რომ ეხა იმუქრებიან და ისეთი გიჟები არიან FBI-ში მოსული რომ ეხა ჩვენ პრაქტიკულად კასრების საქმის გასასწავლად CBS-იც ახსენა რომ იქ უკვე ეპსტეინის გავხსნით იქ რაღაც ლეგენდარული თავის ანუ კოზირებს ხო ანუ ესეც ვიღაცისთვის მუქარა არის, იმიტომ რომ ეს ეპშტეინი ცოტა ტრანსნაციონალური ტიპი იყო, თავისი ბრიტანეთის მეფის ძმით და ყველანაირი რაღაც ჩათრეული იყო, ბევრი ადამიანი. ხო, ანუ ძალიან ძიმე იქნება. ხო, ამიტომ ვიღაცებს ამას შეიძლება შეაკავოს რა. ხო, გამოქვეყნებაც არ ჭირდება საკმარისია ზოგჯერ ასე ვთქვათ შანტაჟი ამს. და ის რომ ის არ იყო ესე ვთქვათ ანთებული ამ დაბრუნების სურვილით, მაგრამ ერთი არ შენ რა გინდა და შენსაც ყველაფერს გაიღებ, მაგრამ რაღაც სხვა ხარდაჭერა გჭირდება. ანუ ის რომ მასკი ჩაერთო ამ საქმეში, ამ პროექტში ესე ვთქვათ, და ეს როცა ესროლეს მას ივლისის თვეში მე მგონი, ხო? აი იმ დღესვე გააკეთა, ეხა იძახის რომ მე გადაწყვეტილი მქონდაო, მაგრამ მან დააჩქარა უბრალოდ, ხო? და იმიჯურათაც ხო ახალგაზრდებისთვის ეხა ეს თანამედროვე ტექნოლოგია სხვანაირ ზეგავლენას ახდენს, ხო? ადამიანების პრეფერენციაზე ახალგაზრდათაობის შექმნა მომგებიანი პროექტი. პრან ტრამპმა მიიღო ის სრულად რეაბილიტირდა, დაიბრუნა პრეზიდენტობა, ანუ ის პრაქტიკულად პენსიაზე გამარჯვებული, მას აღარ ემუქრება უკვე არაფერი და მეორე მხრივ მასკმაც მიიღო ამ ძალაუფლება. ანუ რა მაგრამ ჩვენ მაინც როგორც ყოფილი საბჭოთა პერიოდში ნაცხოვრები ადამიანები, რომელიც დასავლეთ ეჭვით უყურებთ, იმიტომ რომ ეს იმპერიალიზმი ხوارს დარქრება, სადღაც შეიძლება თუ არა არსებობდეს შეთანხმება და რაღაც მხრივ ის ლიბერალებიც ხვდებოდნენ, რომ ისინი უკვე წამგებიანი გრძელვადაში პროექტის ნაწილები იყვნენ და მოხდა დიდი შეთანხმება. ანუ რეალურად ტრამპი მასკის დუეტი გამოხატავს იმ მთლიანი ამერიკის განწყობას, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი უპირატესი მდგომარეობა. თუ ეს რეალური ბრძოლაა იქ ამერიკაში, რომ მართლა იბრძვის ერთი ფრაქცია მეორეს გასანადგურებლად. საქართველოს მაგალითზე ჩანს, რომ ჩვენ მაინც 12 წელი კოჰაბიტაციაში ვიცხოვრობთ. კი, საქართველოს მაგალითზე ჩანს. ამერიკის შემთხვევაში კოჰაბიტაცია ნულოვანი ტოლერანტობაა, ხო? ანუ არანაირი კოჰაბიტაციაზე არ არის ლაპარაკი. რაღაცა პერიოდის შემდეგ შეიძლება უფრო მძიმე დაჭერებიც კი უნდა ვიხილოთ. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ დახურული USAID-ის და ვიღაცები გაშვებული სახში ადამიანების მეტი და რაც ახლა ამერიკის ჩვეულებრივი ამბავია მოუჭერე კამერას მცირე სახელმწიფო და შეიძლება გაზარდოს შეამცირო დიდი პრობლემა რეალური არაა და ნუ რა თქმა უნდა ემიგრანტები, გაყრელი ემიგრანტები, დაკეტილი საზღვარი. ნუ ის მეორე ხარისხოვანი ადამიანებიც ახლა ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია ის რეალურად ვის ეხება. აი როცა ამას კორპორაციებმა უნდა იხეირონ. თუ კორპორაციები იხეირებენ, იმიტომ რომ აი ეს ასე ვთქვათ ტექნომაგნატები, ტექნოფეოდალები რეალურად თუ დაუკვირდები, კაპიტალიზმის სტრუქტურა შეიცვალა. ხო, ანუ იმ თვალსაზრისით, რომ ეს აღარ არის რაღაცეების წარმოება. წარმოებაზე რო იყოს, თქვათ, ხო, კაპიტალიზაცია აქციების, თქვათ, ტესლასი არის თითქმის ტრილიონი. და რეალურად გაყიდა 1.800.000 მანქანა. 11 მილიონი მანქანა გაყიდა Toyota-მ და მისი კაპიტალიზაცია market cap-ი არის სულ რაღაც 300 მილიარდიც არ არის. ანუ სამჯერ ნაკლებია. ანუ ეს არის აქციების ფასის წევა და მასმედიაზე და ადამიანურ საზოგადოებაზე ზემოქმედება. ანუ რაც მეტი ადამიანი ყიდის და ყიდულობს Amazon-ზე, Amazon-ის მოგեղას არ აქვს მნიშვნელობა. Google-ი მომგებიანი არ არის, მაგრამ მე რო ჩავრთე დღეს Google Maps-ი და Google-ის მომხმარებელი ვარ, Google-ის, ასე ვთქვათ, აქციების ფასი მატულობს. ხო, ანუ, იმიტომ რომ მათ აქვს ზეგავლენ, ანუ Tesla-ს და ეგეთ ტიპის მანქანებს აქვს რა? Tesla შეუულია, ანუ შენზე აქვს ძალაუფლება, ხო, უფრო მეტი Google-ს თუ გამოგირთავს Google-ს, ხო შემჯდარი ხარ ლოიალობა ვისაც მაღალი აქვს და აღქმადობა, ანუ მივდივართ კლასიკურ ქართულ იმას, აღმოჩენილ ფრაზას და თავარია აღქმები და არა ფაქტები. კი. მაგრამ ეს ქართული აღმოჩენა არ არის, ანუ აქცია მაგ პრინციპით არის შექმნილი და ბირჟა. აქცია მაგ პრინციპით არის, ხო, ანუ ქუჩა რას ფიქრობს ამ აქციების შესახებ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი ექსპერტი. ხო, ანუ თუ ისინი ფიქრობენ, რომ მასკი უფრო მეტ ფულს იშოვის, იმიტომ რომ კავშირში იქნება, აი
ეხლა ასე ვთქვათ კონტრდარტყმა მიაყენეს ვითომ ყოველ შემთხვევაში რომ დაუთვალეს რომ ცდილობს მას კი დღეს იყო ზუსტად მას კი ცდილობს რომ ტრილიონი დოლარის ეკონომია გააკეთოს და ამ დროს დაუთვალეს რომ სახელმწიფო კონტრაქტებით 38 მილიარდი აქვს მის კომპანიებს მიღებული და ანუ რეალურად მისი ბიზნეს წარმატება დგას სახელმწიფოდან აღებულ ფულებს. ხო, ნუ უკვე აი რაღაცნაირად მაგ თვალსაზრისით ჩინეთს დაემსგავსა, იმ გაგებით რომ ცენტრალური ბანკი, სახელმწიფო და აი ეს ტექნომაგნატები უკვე ერთ რაღაცა გუნდს წარმოადგენენ. ჩინეთში ბიზნესი უკვე არ არსებობს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს გარეშე. რუსეთი აი რაღაცა გარდამავალ პერიოდში. აი აქაც ეს ჩამოყალიბება მოხდა ამისი. შესაბამისად ამ პერიოდში მოახერხებენ აი ამ ზეგავლენების გატარებას. ჩვენ მივიღეთ კლასიკური სახის ანტიკური ოლიგარქია, რაც ნიშნავდა, რომ მართლა ვისაც ჰქონდა რესურსი, ვინც წარმოადგენდა პირველხარისხოვან მოქალაქეს და შედიოდა იმ საბჭოში, ის განსაზღვრავდა პოლიტიკას, რა. ეს იყო მაშინდელი ოლიგარქია. და ნუ ეხლა მე რუსეთში მიეცა ამას უბრალოდ ის მდიდარი ადამიანები დგენ უკან, წინ მაინც ფორმალური ხელისუფალი სხვა იყო. ტრამპიც ოლიგარქია ამ გაგებით, ხო, ისიც მილიარდერია, გასაგებია რომ უძრავი ქონებიდან წამოსული, ძველი ფულის წარმომადგენელია, მაგრამ თავისი არსით ის ესე თქვა ოლიგარქია და მონაწილეობენ ეხა ყველანი ერთად აი ამ ამერიკისგან აპირებენ რომ გააკეთონ რაღაცა ამერიკა 3.0 რაღაც სრულიად ახალი ვერსია კი. აი ამ პროცესში სანამ ჩვენი დრო 5 წუთი დაგვჭა მოიწურება აი ეს რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით რა როგორ მოხდება ხო ჯვარი წერია ეხა შავი გედის თეორია ხო არსებობს მაგრამ აი ის რა პირიც უჩანს და ეს უჩანს რომ ეხა ფაქტობრივად ზელენსკიმ თითქოს არა ბოლოს მაინც დაადებინეს თავი და მაინც იმაზე აწერინებენ ხელს სხვადასხვა შეფუთვით გამოდის რომ აი ვითომ უკრაინა ეს არის უბრალოდ face saving-ი თორე რეალურად იმას აეუბნებიან რომ შენ ამ ქვეყანას ეხა მიმაძლევ და მოკლედ რუსეთთან მევაგვარებ თუ გინდა რომ სახელი უკრაინას საერთოდ გადარჩეს ეს თითქოს ჩანს რომ ის რაღაცა სხვების პროექტი ვინც დიდიგა ზელენსკის უკან და უფრო ეს რაღაცა ბრიტანული ხაზი იკვეთება რაღაც უკანა მხარეს გადაჭრჩა ხო არც ისინი მე გარიგდებიან თუ ერთი მეორეს დაამარცხებს მაგრამ ეს ტენდენცია რაც ჩანს სოფლის საიდანაც მიდის სამყარო აი რას უკადის საქართველოს ანუ საქართველოს ამოცანა საერთოდ რა არის რომ აი აქ რაღაც ახალშეაძლებლობა დაინახოს თუ აი ამ დიდ ჭყლეტვაში აი ეს სამი ვეშაპი უბრალოდ გადარჩეს ნუ მოდით ჩვენი ისტორია გავიხსენოთ, ანუ რა ხო, ანუ ყველაზე პირველი რაც ვიცით, აიეტის და ფარტაძის დროიდან, ხო, რომ არჩევანს ვაკეთებდით, რეალურად რა ამოცანა ქონდა საქართველოს. სამწუხაროდ ჩვენი ამოცანა არასდროს არ ვიყავით, ასე ვთქვათ, ნომერი პირველი მოთამაშეები. ჩვენი ამოცანა მუდმივად იყო გადარჩენა. ხო, ანუ რაღაცნაირად იმ ბალანსის გავძვრეთ, ხო. რაც საკმაოდ დიდ სირთულეს გვიქადის უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ თუ გავლენის სფეროები, ასე ვთქვათ, განაწილდება, ბიზნესი რო ავიღოთ, ვის რაში ვჭირდებით, ხო? ანუ რაში უნდა დავჭირდეთ? ანუ ჩვენი როლი რა იქნება? ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეს როლი, ხო? ანუ როდესაც არის დაპირისპირებული მხარეები იქ უფრო ადვილია სხვათა შორის, ხო? ჩვენ ამას ვახერხებდით გარკვეულწილად და სხვათა შორის ჩვენ ვიჭყლიტებოდით მაშინ, როდესაც ვაკეთებდით მკაფიო არჩევანს და დავდგებოდით რომელიმე მხარესთან და ის მხარე წააგებდა, ხო? მერე ასე ვთქვათ, მივიღებდით საზღაურს. და ბალანსის თამაშის დროს ერთი-ორჯერ ასე ვთქვათ, ბალანსისთვის გავილახეთ, მაგრამ ნუ ძირითადად ანუ მოვედით აქამდე 21 საუკუნემდე. საშიშროება დგას. იმიტომ რომ თუ ჩვენ მოვყევით, თქვათ, რუსეთის გავლენის სფეროში სრულად რას საშიშროებაც თქვათ, ამ შეთანხმებების შედეგად შეიძლება დადგეს, მაშინ რუსეთს მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია პრორუსულს უწოდებს ამ ხელისუფლებას, ეს ხელისუფლებაც არ იქნება მისთვის მისაღები, იმიტომ რომ თქვათ ორსკამზე ჯდომას ცდილობდა ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ასე ვთქვათ დივერსიფიკაციას ცდილობდა გარკვეულ ეტაპზე, სანამ დასავლეთთან ასე ვთქვათ ურთიერთობები არ გაფუჭდა, მანამდე ასე ვთქვათ უკმაყოფილება არ გამოუხატია. და მარტივად ვთქვათ, მე მგონია რომ რუსეთი თუნდაც იმ 78 მუხლს არ უაპატიებს, ხო? რომელიც ვთქვათ ჩვენ კონსტიტუციაში არის.
ამიტომ რაღაცა სირთულეებს გვიქადის, ხო? და გარკვეულწილად თუ ეს გავლენის სფეროები ასე მკაფიოდ ჩამოყალიბდება, მაშინ ასე იქნება, მაგრამ მე მგონია, რომ მეორე შესაძლებლობა არსებობს, თუ ისევ დაუბრუნდებით, რომ ეს გავლენის სფეროები შესაძლებელია იყოს კოოპერაციაც ამ სამ ვეშაპს შორის და თუ კოოპერაცია იქნება მათ შორის და არა გარკვეულად ასე ვთქვათ გაყინვა კონფლიქტის და გადადება მაშინ ჩვენი როლი იმიტომ რომ ბუფერული ზონები კარგი საურთიერთო სივრცეა. აი გახსოვს მე შენც ვილაპარაკეთ რომ უკრაინა თავისი ასე ვთქვათ არმიით თავისი ბუფერული ზონით საქართველოს განსაკუთრებით უკრაინა შეიძლება ვთქვათ ვაგნერის ტიპის დაჯგუფებების ანუ საკმაოდ დიდი რესურსია რომელიც ამ სამმა ქვეყანამ რესურსია რა დაგროვდა ეს ხალხი საუბრად წავიდა ხო მეომარი ხალხი ხო რუსეთში შეიქმნა ეგრე დაშლილი სახელმწიფოს ნარჩენები კი ანუ ხო ანუ როდესაც არსებობს კონფლიქტი ამ კონფლიქტის შედეგად უკვე შეიარაღებული ძალები გამოცდილი მეომრები გარკვეულწილად შესაძლებელია იყოს დამანგრეველი ძალაც მეორე მხრივ შეიძლება იყოს ეგეთ კერძო სამხედრო დაჯგუფებების ანუ ჩვენი როლი ჩვენ უნდა ვიოცნებოთ იმაზე რომ მათ შორის კოოპერაცია მოხდეს და არა მარტივად დაყოფა ხო ყოველ შემთხვევაში ტრამპის ეხლანდელი პოლიტიკა მაგის ნიშნებს უფრო მეტად ამჟღავნებს ჩვენც რაღაცა უპირატესობები გვაქვს იმიტომ რომ აი ამ 3 წელიწადში ჩემს ჩვენ ვაჩვენეთ ის რომ ყველანაირი დევნილი ისე მივიღეთ რომ პრობლემა არ ყოფილა ერთი მეორე ჩვენ რაღაცა დასავლური ეს თითქოს ზეწოლა ეს მილიტარიზმი აქ შევაკავეთ და ეს სანამ შეიძლება ქაღალდში ერთი წერია მაგრამ მაინც ვაჩვენეთ რომ ჩვენ კაფიო თუ ამ თქვით რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა ეხლა ყველა ლაპარაკობ და ჩვენ თქვით 3 წლის ხო აი ეს როგორ გამოგვადგა ეგ მომენტი ნამდვილად კარგი დიდი მადლობა სტუმრებისთვის მე მგონი ძალიან საინტერესო დისკუსია გამოვიდა ბუნებრივია რომ ჩვენ ქართულ პოლიტიკას ერთად გავაგრძელებთ ცხადია დაკვირვებას რა ხდება დიდ სახელმწიფოებში დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია ერთ-ერთი დავბრუნდებით ორშაბათს გემშვიდობებით დროებით